დღეს უნდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება საფულესთან კერვის და ნებისმიერი ნივთის დამზადების პროცესში. შეკერილი მაქვს უკვე საფულე, დამთავრებულია თითქმის, შესაკერი მაქვს მხოლოდ ეს ნაწილი. მე ყოველთვის ორივე მხარეს, ამ მხარესაც და უკანა მხარესაც ვხაზავ. თითო ჩარტყმის მოძრაობით აქედანაც ვხრიტავ და უკანა მხარიდანაც ვხრიტავ, ამას გაჩვენებთ როგორ ვაკეთებ. ძალიან ფრთხილად ისე რომ აქედან რომ დავხრიტავ, მეორე მხარეს არ გავიდე და აქედან რომ დავხრიტავ, მეორე მხარეს არ გავიდე. საბოლოო ჯამში გამოდის დახვრეტილი, მაგრამ სწორ ზოლზე და არ გაგექცევათ ნაკერი და არ გამოგექცევათ. ახლა რაც შეეხება სახრეტ დაფას. სახრეტი დაფა ყოველთვის ასე ზიანდება. აი ასეთი მასზე მუშაობის დროს ეს ბუნებრივია, რადგან ეს არის აკრილის სქელი მასალა და რა თქმა უნდა ჩანგალი ხრიტავს მასაც და ყოველთვის როცა უკვე ნივთი თითქმის დასრულებულია, აუცილებლად მაქვს რაღაცა ძველი ნაჭერი, რასაც ვაფენ აი აქ ასე, რადგან ამ და შემდეგ ვადებ ამას და შემდეგ ვიწყებ დახვრეტას. ზოგჯერ შეიძლება თუ დაფა არის დაზიანებული, აუცილებლად ისე ვდებ, რომ ეს იყოს ესე, რადგან დახვრეტის დროს ტყავის უკანა კიდე მასთან ურთიერთქმედების დროს, რადგან ეს უკვე რელიეფურია და აქვს პატარა დაკაწვრის საშიშროება, ტყავი რომ არ დამიზიანდეს, აუცილებლად ვუდებ რაიმე ნაჭერს და შემდეგ ვიწყებ დახვრეტას. ამით თავიდან ვიცილებ ზედმეტ სამუშაოს, რომ ტყავიც არ დამიზიანდეს და შემდეგ არ მქონდეს დასამუშავებელი ეს ყველაფერი თავიდან. და ზოგჯერ ისეც იხაზება და ისე ხარვეზდება, რომ გამოსწორებაც თითქმის შეუძლებელია ხოლმე. ამიტომ ასე სამუშაოსაც ვაადვილებთ, ვამსუბუქებთ და ნამუშევარიც უკვე გამოდის იდეალური. მადლობა.